მოგესალმებით. ეს არ არის დუბაი, არც ხორგოზია, ეს არის თბილისი და საქართველო, მათე მოტორსის ცენტრი. მოგზანდით. ჩვენ ხორგოზში გიჩვენეთ ჩვენი ავტომობილები, ჩვენი საწყობი და გითხარით, რომ იმდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, რამდენიც საქართველოს დაჭირდება და საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ ავტომობილების ხარისხს და უყურებთ ყველაფერს დადებიც. უარყოფითისკენ არ ვიხრებით. მოდი გავაცნოთ ახლა მაყურებელს რა ვქენით ამ 10-15 დღის განმავლობაში. რაც ვქენით მნიშვნელოვანი ეს არის ხორგოზის ძალიან დიდი საწყობი. გითხარით, რომ იქიდან წამოვიდოდა ავტომობილები, რაღაცა რაოდენობა მოვიდა და ჩვენს გაუმბაჟებელ ზონაშია, მაგრამ გაუმბაჟებელი ზონიდან გადმოვიყვანეთ მათე მოტორში და ამას დაგათვალიერებიეთ. ეს არის ნიმუშის სახით. მობრძანდით. აი ეს არის Honda-ს ავტომობილები. ამას არ უნდა კითხვა, ვინაიდან ყველა მიცის უკვე თბილისში ძალიან ბევრი Honda გავყიდეთ. ყველაზე კარგი მონაცემებით და ფასი იწყება $22,000 ექვივალენტი ლარებში და ამას აქვს ყველაფერი ის, რაც ადრინდელ Honda-ს არ ქონდა, რაღაცა მენიუ, რაღაცა იყო, მაგრამ უკვე დაიხვეწა და არის უმაღლესი დონის Honda, ვინც არის ამის ბალეტჩიკი, რომელიც გადის 400-დან 500 კილომეტრს. წავედით. აი ეს არის სხვადასხვა მონაცემებით ეს ავტომობილები. მოგზანდით. ფერები არის აი ამ წუთას, რაც არის შეკვეთილი ჩვენს საწყობში და მაღაზიაშიც გადმოვიყვანეთ აქ მათე მოტორსის ცენტრში. ეს არის თეთრი ფერი. ახლა რო გითხრათ მონაცემები რა აქვს? თეთრი ერთი წუთი მოგზანდით. თეთრი შავი სალონით. მოგზანდით, ანახეთ. ამას არ უნდა კითხვა, თეთრი შავი სალონით, ყველანაირი რო ეძახიან ნავაროტებით და ამის ფასი არ ვიცი, სხვადასხვა მონაცემებით, სხვადასხვა ფასებია, მაგრამ იწყება 22,000-დან თავისი გაფორმებით. ეს კიდევ არის მეორე კომპლექტაცია, თქვათ, კიდევ ერთი კომპლექტაცია, რომლის სალონი აბა აჩვენეთ ერთი წუთით, ვინაიდან ეს არის ყველაზე საუკეთესო მონაცემების Honda. ნახეთ. აი, რა ვიცი, ახლა ეს არის ავტომობილი, რომლებიც დღეს ყველასთვის არის დამაკმაყოფილებელი. ეს არ არის ან ქალაქის, ან იმის, ეს არის სადაც გინდა იქ წადი 500 კილომეტრს გადის დაახლოებით, ხო? 500 კილომეტრს გადის დაახლოებით და ჩვენ კიდევ ერთი მთავარი რა არის? მთავარი ის არის, რომ ჩვენ ამას ყველას სხვა დამტენს ვაძლევთ, რომ კომფორტი შეუქმნათ ყიდველს. ნებისმიერ ყიდველს ჩვენ ვაძლევთ დამტენს ჩვენს, რომელიც ძალიან ძვირად ღირებულია, მაგრამ მას არ მოუწევს სადღაც ქალაქში იქა ვთქვათ დატენვა. ეს ჩვეულებრივად სადაც უნდა იქ დაჩაიქნება თუ სახლი, ჩვეულებრივად დატენის, რომელსაც აქვს 10 მეტრიანი კაბელი და არის ძალიან პატარა. აბა წავედით. მოდი დავიწყოთ. რა თქმა უნდა, Honda ყველა მიცის უკვე რა არის ბრენდი და კიდევ ერჯერ აჩვენეთ. ეს Honda ჩვენ ამ წუთას ვყავს. Honda-ს ავტომობილები ვყავს 80 ერთეული აი ამ წუთას, აი ამ ჩვენს საწყობში. ახლა თქვენ ხედავთ Volkswagen-ებს. აი Volkswagen-ები ვყავს. არ ვიცი, ახლა კიდევ დავიწყო ყველანაირი მონაცემით. აი ყველაფერს დააკმაყოფილებს, ყველას დააკმაყოფილებს. ახლა აქ ცოტა რთულია შემოსვლა, მაგრამ მოდი ბოლოში ვნახოთ. ეს არის Volkswagen-ი, რომელიც გადის 600 კილომეტრზე მეტს. მოგზანდით და ერთ მნიშვნელოვან რამეს გეტყვით. ქალბატონებო და ბატონებო, მე გეუბნებოდით, რომ ცოტა დრო მომეცით და იმდენი ავტომობილი იქნება საქართველოში, რომელიც ჭირდება მეთქი და მე თქვენ ამას დღეს უკვე დაგანახებ და დაგიმტკიცებთ. ჩვენ ვითარდებით, როგორც ვითარდება ქვეყანა, ისე ვითარდებით ჩვენც. შეხედეთ, ზუსტად ის ფერები, ავიღოთ Honda თეთრი ფერი და ზღვის ფერი, ხო? ეს არის მოდაში დღეს საქართველოში. აი მოდაში არის ნომერ პირველი ფერი არის ეს და შემდეგ აი ეს ფერი. აი ყველანაირი ფერი გვყავს. ყველანაირი Volkswagen-ი გვყავს. დღეს არის ბრენდი.
Toyota, Volkswagen და Honda, აი ესე მიდის. მოდი, ახლა აქეთ ვაჩვენოთ კიდევ. მინდა რომ ერთი მანქანა შიგნით დაგათვალიერებიოთ, მაგრამ აბა მოდი რამენაირად თუ მოხვალ. დაათვალიერეთ. მოგზანდით. ეს ავტომობილები არის ყველა 24 წლის მოდელები, 24 წლის მოდელი. ნახეთ, გაუმჯობესებთ, რაღაც მართალია, ეს არის ბიზნესი, ეს არის ავტომობილი. თავიდან რაღაც შეცდომები ჩვენც დავუშვით, მაგრამ უშეცდომო ბიზნესი არ არსებობს. ხო, აი ამ შეცდომებს ჩვენ თან და თან ვასწორებთ, ხვეწავთ და დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლოს ელექტრომობილის საკითხი გადაწყვეტილი იქნება საქართველოში. ჩვენ როგორც გითხარით ისე აჩვენეთ, მხოლოდ აი აქ რამდენი ავტომობილი დგას, ხო? აი მხოლოდ აი აქ მათი მოტორსის ამ ცენტრში. ჩვენ რაოდენობით ეს ავტომობილი მყავს Volkswagen მყავს 100 ავტომობილი და დღეიდან დავიწყებთ გაყიდვას, ხო? დღეიდან უკვე ჩაეშვება გაყიდვაში. მოდი. აი აქეთ ვნახოთ კიდევ ეს არის Volkswagen-ის ავტომობილი და ქალბატონებო, აგერ შეგვიძლია Volkswagen-ი 21900, ხო? 21900 დოლარის ექვივალენტი ლარში მივცეთ. აქ არის ყველანაირი ავტომობილი. თქვენ შეხედეთ Mercedes. ახლა Mercedes-თან მივიდეთ, ვაპიაროთ, უნდა? არ უნდა, ხო, ეს მაინც Mercedes-ია. ეს Volkswagen-ია. აი Mercedes უნდა პიარი? უნდა? Mercedes პიარი არ უნდაო. აბა მოგზანდით. ნახეთ. ეს Mercedes-ია. აი მინდა უთხრა, ვისაც ელექტრო Mercedes-ი უნდა, ელექტრო ავტომობილი. აი ნებისმიერი ელექტრო ავტომობილი არის და იქნება მათი მოტორსის ცენტრში. ახლა მოდი აქეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვანი საკითხი არის. თქვენ ხედავთ, ეს არის ჯეტურებმა უკვე ჩვენ ისიც დილერები ვართ, ჯეტურის ქარხანამ უკვე ჯეტურების სახელი გადაარქვა და საუტისტი დაარქვა, ხო? საუტისტი, რომელიც უკვე უშვებს ჰიბრიდისა და ელექტრო ავტომობილებს. მოგზანდით. იმდენი ჯეტური ყავს და იმდენი ჯეტური გვეყოლება, რამდენიც საქართველოს დაჭირდება, მაგრამ უკეთესი ავტომობილებიც გამოდის უკვე. და ახლა მთავარი. ახლა გიჩვენებთ უკეთეს ავტომობილს, რომელსაც მე პირადად ამდენი ხანია ველოდებოდი. დათო, გამოიყვანი აბა. აი, ახლა მინდა გიჩვენოთ ავტომობილი, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ქალი გინდა, კაცი გინდა, სტუდენტი გინდა, ახალგაზრდა გინდა, ფასი მისაწვდომი. შეხედეთ. აი შეხედეთ, ავტომობილი 500-დან 600 კილომეტრს გაივლის სავარაუდოდ და აი შეხედეთ. აი შეხედეთ, ვიზუალურად შეხედეთ ჯერ. აი დახვეწილი, გემოვნებიანი, აი ფერი ნახეთ და ვიღაცა რო იძახის, ბიძია მომისმინე, ჩინეთში ნამყოფი არ ხარ. ჩინეთში არის რა წარმოებებია, ხო? მე შემეკითხე, ჩინეთში არის უმაღლესი დონის ავტოქარხნები, უმაღლესი დონის. აი წარმოიდგინე. აი შეხედეთ უბრალოდ შეღებილი როგორია. 5 ფერია ავტომობილი, ხო? 5 ფერია და სად არის ესეთი მითხარი, სადღებავე, რომელი აი ნებისმიერი ავტომობილი მოვიყვანოთ და შევადაროთ, აი ესე თუ სადმე იღებება ავტომობილი. Rolls-Royce არ იღებება და ახლა შენ იცი და მე არ ვიცი. შენ როცა დაიბადე, მაშინ მე უკვე ავტომობილს ყიდიდი. მოდი. აი შეხედეთ. ზუსტად შერჩეული ფერი. რა ფერიც არის? აი 5-ნაირი ფერია გარედან. შეხედეთ სალონი. აი ანახე მაყურებელს.
ამას ჩვენ დღეს ძალიან მაგრად გავაპიარებთ კი არა, ვაჩვენებთ მოსახლეობას. აი ეს არის ავტომობილი. აი ხო ამბობდით, რომ ავტომობილი 4x4-ზე, აი ეს ზუსტად არის 4x4-ზე ავტომობილი. მოგზანდით? აი ეს არის ჩერის ფირმის და შეხედეთ დამტენი ხარხნული და რა ვიცი, ჩერის ფირმის არის. მე მინდა აუხსნა მაყურებელს. თურქეთში იმაში ჩინეთში არის 100-მდე, 200-მდე ავტოქარხანა, ხო ძალიან ბევრია, მაგრამ პირველი ადგილი მთელ ჩინეთის ტერიტორიაზე უკავია მაინც BYD-ს და მეორე არის ჩერი. ვანახოთ მოსახლეობას, ეს ავტომობილი უკვე დღეიდან ახლა როგორც გაპიარდება და ამ ავტომობილების გაყიდვას ჩვენ დავიწყებთ 28,900 დოლარის ეკვივალენტი იქნება ამ ავტომობილის ფასი. შეხედეთ. აი, შეხედეთ მენიუ, რასაც მენიუს ეძახიან, სიდენია, მიდის, მოდის, ეს მთლიანად ჩერი იშლება, იხსნება, გადადის, გადმოდის და შეხედეთ. ყველაფერი აქვს ამ ავტომობილს, რაც უნდა კონდეს. მენიუ რუსული. წარმოიდგინე 500 კილომეტრი რო გაიაროს, იქით ჩავა ბათუმში და აქით ჩამოვა გურიამდე, ხო? და გურიაში კიდე ცოტა დაუმატე, დატერნე და ჩამოხვალ თბილისში და დაგიჯდება 50-60 ლარი. და არც ამდენი. აი კიდევ ერთჯერ ნახეთ ვიზუალურად, აი უკვე დღეიდან ჩვენ ახლა ამას გადავანაწილებთ ჩვენ ცენტრებში ამ ავტომობილებს. ეს ავტომობილი ამ წუთას ჩვენ ცენტრში არის 28 ავტომობილი. ეს 28 ავტომობილიდან არც კი იცოდა ადამიანებმა, ისე უკვე დაჯავშნული იყო. ნახეთ ფერები, ეს არის შავი, მოგზანდით. შავი. აი ყველას თავისი, აი ავტომობილი არის თავისი იმის მიხედვით, აი ფერების ნახეთ. შიგნით სალონი არის შავი თეთრში. დათო გამოიყვანეთ BYD მომიყვანეთ. აი ნახეთ. აი ნებისმიერი ჯიპი. აი ამ ჯიპმა დღეს 4x4-ზე ჯიპმა ჩაანაცვლა უკვე ბენზინის საქართველოში 55-60% ავტომობილების და ტერი გეყოლება რა იქნება, ხო? ადამიანებს ეს არ უნდათ. მაგრამ გინდა არ გინდა ხვალინდელი დღე არის ეს. აი გესმით ხმა? გესმით ავტომობილის ხმა? ხო არ გესმის? აი მოგზანდით. აი ნახეთ. დათო, ხმა გესმის? არ გესმის, ხო? მოგზანდით. ხო მაგარი მანქანაა დათო? ძალიან მაგარი. აი შეხედეთ ახლა, ქალბატონებო. აი ეს არის ზუსტად სტუდენტისთვის, ქალბატონისთვის მორგებული ავტომობილი. შეხედეთ. BYD. ნომერ პირველი ავტომობილად აღიარებენ ამას, რადგან არის პატარა, არის BYD პირველი ბრენდია და აი ამ კატეგორიაში. და ერთმა მითხრა, ხო იცი ამ უსაქმურები ძალიან ბევრია და Facebook-ზე ბახაცებს წერენ და ბატონო გელა შენ ყველა მანქანაზე იძახი პირველია. მე პირველს ვიძახი. აი ნახეთ როგორი სიდენიები აქვს. აი სიდენიები როგორ გადმოდის წინ მთლიანობაში. ნახეთ. ერთი წამი, ერთი წუთი. აი შეხედეთ წინ როგორ გადადის სიდენიები და ეს არის ოჯახისთვის ძალიან კარგი ავტომობილი და ქალბატონებო დღეიდან შეგიძლიათ ეს ავტომობილი შეიძინოთ. ამ ავტომობილის ფასი იწყება 14,900 დოლარიდან და ნახოთ ეს სხვადასხვა მონაცემებით არის ეს ავტომობილის და მოდიათ ჩვენი კიდე ეს არის
BYD, რომელიც არის საუკეთესო ბრენდი. კიდევ არის აქ ბევრი სხვადასხვა ავტომობილები, მაგრამ არ გავამახვილებ ყურადღებას, მობრძანდით ერთი წუთით რაღაც მინდა უთხრა მაყურებელს. აი მობრძანდით. აი ნახეთ, მარტო ანახე აქ, მარტო აი ამ წუთას რამდენი ავტომობილი დგას აქ, ხო? მარტო აქ ამ წუთას რამდენი ავტომობილი დგას. აქ ყველა არის ელექტროავტომობილები, შიგნით არის საწვავზე ბენზინზე მომუშავე და დიზელზე მომუშავე. გარეთ დგას კიდევ იგივე ბენზინზე მომუშავე ავტომობილები. ახლა რისი თქმა მინდა, მოიწიეთ, ცოტა მზე არის. ახლა ესეთ განცხადებას ვაკეთებ და მინდა ყველა მომისმინოთ, ვინც არის მოყვარული ავტომობილის ბალეჩიქს რო ეძახიან. ავტომობილები 99% ხვალ ზეგ შეიცვლება. გოიმური ჯიპების გაბლატაებული გოიმური ჯიპების დრო დამთავრდება და სვეტსკადივლიან და ლამაზად და წყნარად. რატომ? იმიტომ რომ ეკონომიურად, ვისაც ფული აქვს, ისიც ფიქრობს უკვე რომ გადმოვიდეს ელექტრომობილებზე. რატო გადმოდის? მთელი ევროპა უკვე და ამერიკა თითქმის გადავიდა ელექტროავტომობილებზე და ყველამ როგორც ნახეს რომ ჩინეთში ამდენი წარმოებები გაიხსნა. აი წარმოიდგინე ახლა შენ Volkswagen-მა მისცა უფლება რომ გააკეთოს ჩინეთს. Volkswagen-ი აკეთებს ამას თვითონ, ხო? Honda აკეთებს, Toyota აკეთებს და მას აქვს რა თქმა უნდა კონტროლი და ახლა ზოგიერთს გონია რომ მარტო მოიწიეთ, თორე დაიწვევით ისეთი მზეა. უყურეთ როგორ ხდება. მაგალითს ავიღებ. აი Honda, ან Volkswagen-ი, ან Toyota იწყობა Toyota-სა და Volkswagen-ის და Honda-s ქარხანაში. ერთი ავტომობილი მიდის ევროპაში. თქვენ გონიათ რომ სადღაც ევროპაში იწყობა, არა, აი აქედან iPhone-ი როგორც არის, ხო, iPhone-ი იგივეა. იწყობა, მიდის ევროპაში. და ევროპიდან რატო უნდა ვიყიდო ერთი მითხარით, თქვათ. ევროპიდან რატო უნდა ვიყიდო, როცა ევროპელი მეუბნება რომ ეს არის ჩემი ქარხანა, საიდანაც უკეთესია შენთვის იყიდე იქ. და ვყიდულობ იქ, სადაც უფრო ახლოა და სადაც უფრო იაფია და სადაც უფრო მარტივია. ხარისხზე მე ვაგებ პასუხს. რატომ? იმიტომ რომ მე ჩემი ცენტრი მაქვს და არავისზე სათხოვი არ მაქვს. ეს უმაღლეს დონეზე ამუშავდება კიდევ, მუშაობთ, ხო? ამუშავდება თბილისისა და ბათუმის ცენტრში. და ის რომ ზოგიერთები წერთ რომ არ გინდათ, გთხოვთ ახალგაზრდებს, გთხოვთ რომ როცა არ იცი, არ დაწერო, სხვა შეცდომაში არ შეიყვანო უბრალოდ სირცხვილია, როცა ვერ ერკვევია, არ იცი, იქით აბაშის იქით არ ახარ დამყოფი, აქეთ კიდე არც იცი სად არის ჩინეთი, არ იცი სადაა დუბაი, არ იცი საზღვარი სად არის, არ იცი რითი მოდის, რითი მიდის, როგორ ვაკეთებ და ჩვენ დაждები ახლა და ვიღაცა შეგიკვეთავს ესე დაწერე და ლანძღეო, ესე არ გამოვა, ეს უბრალოდ ქართველ ადამიანებს საქართველოში არ ეკადრებათ. ავტომობილის ლანძღვას თავი დაანებეთ. არის საუკეთესო ავტომობილი, მოდი ჩემთან აგიხსნი, მოგცემ, მოგყიდი, ფას დაგიკლებთ, განვადებით გაგიკეთებთ, თუ გინდა იყიდე და თუ არა და რატომ უნდა ილანძღებოდეს მითხარი. არის ეს სტორია, არ არის. ელექტრომობილი ხვალინდელი დღეა. ჩვენ დღეს ახლა ვიწყებთ ამ ავტომობილების გაყიდვას, ჩვენ განახებთ ჩვენს გაუმბაჟებელ ზონას ნატახტარში, ესეც გაუმბაჟებელი ზონაა და დღეს სათითაოდ ავტომობილებს გავაპიარებთ თუ რამდენ კილომეტრს მიდის, რამდენი კილომეტრი, რამდენით იტენება, რამდენი ბატარეა აქვს, რაც არის მომხმარებლის თავარი. აი ამ წუთას ამით დავკმაყოფილდეთ, გისურვებთ წარმატებებს, დავიწყებთ დღეიდან გაყიდვები.